გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? ძალიან კარგად მეგი მასწავლებელო. მეგი მასწავლებელო, მე ვარ ძალიან გახარებული. რა ხდება ბეგი, მოგვიყევი? მოგვიყევი რა ბეგი რა, მოგვიყევი რა. ახლავე. რამდენიმე დღით ბაბუასთან მივდივარ ბათუმში. რა კარგია ბეგი. რა მაგარია, ბეგი, ესე იგი აჭარაში მიდიხარ ხო და აჭარული ხაჭაპური ჩემს მაგივრად უნდა ჭამო, აუცილებლად ამობერო ბათუმში არის უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, ვაიმე. ახ ბეკო, აჭარულ ხაჭაპურსაც შევჭამ, მაგრამ აი აჭარულის გარდა კიდევ იცი რამდენი სიამოვნება მელოდება წი? ბეგი შენ ალბათ ხუმრობ ხო? აჭარულ ხაჭაპურსა მეტი სიამოვნება რა უნდა იყოს? კარგი რა ბეგი რა წესია. მასწავლებელო, ეს სულ ჭამაზე ფიქრობს რა, მხოლოდ აბა მოგიყვები ბეგი. ახლავე მოგიყვებით. ესე იგი, ჩემი ბაბუ არის ძალიან საყვარელი. ხო და უნდა რომ ბევრ ადგილას წამიყვანოს და ყველაფერი დამათვალიერებინოს. მაგრამ მე განსაკუთრებით სამი რამ მახარებს. რა ბეგი? გითხარი რა, სამივე გითხარი, სამივე ბეგი. სამივეს გეტყვით. ისმენ? პირველი, დელფინარიუმში წასვლა. შვენიერია. მეორე, ბოტანიკურ ბაღში გასეირნება. და ბოლოს ჩემი ოცნება ახდება. რა ოცნება ბეგი? რა კარგი რა ბეგი, ნუ გვაწვალებ ხომ იცი რომ მე ვარ სულ სწრაფი პერსონაჟი ბეგო, გითხარი რა. გეტყვით. გითხარი აბა? ზღვაზე გავისეირნებ გემი. შვენიერია. იცით რამდენ ხანს მოცნებობდი ამაზე? წარმოვიდგენია. მეგი მასწავლებელო. რა ბეგი? ახლა წარმოვიდგინე ერთი წუთით თვალებს დავხუჭავ. ესე იგი, აი წარმოვიდგინე რომ გემზე იმყოფებიან ბეგი და ბაბუა მისი. ესე იგი, უბერავს ზურგის ქარი, აფრები შრიალებს და გემი მიაპოვს ტალღებში. ზემოდან კიდევ თოლიები გესალმებიან, აი ასე. ბეგო, ეს რა კარგად აღწერე ყველაფერი, ყოჩა. მადლობა მეგი მასწავლებელო, მადლობა. მაგრამ ისე რომ იცოდეთ, ცოტას კი ვღელავ. რატომ ღელავ ბეგი? რატომ და ხომ იცით არა, ბათუმში ძალიან სწრაფად იცვლება დარი და ავდარი და მინდა რომ ჩვენ კარგი ამინდები გქონდეს. ბეგი, აი გული მიგრძნობს რომ იქნება არაჩვეულებრივი ამინდები და შენ შესანიშნავ დღეებს გაატარებ. აი ნახავ თუ არა. გმადლობ ბეკო, გმადლობ. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ძალიან კარგი. მოდით ახლა ჩვენს გაკვეთილს დავუბრუნდეთ. დავუბრუნდეთ მართლა დავუბრუნდეთ. ბეგი, რამდენი დრო წავართვით რა მეგი მასწავლებლებს. ძალიან ბევრი. გვაპატიეთ რა მეგი მასწავლებელო. არაფერი გაქვთ საპატიებელი. დრო ნამდვილად არ წაგირთმევიათ. ერთი წუთით ახლა მივხვდი რაღაცას. გამოდის რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟი ჩვენ უკვე ვახსენეთ. ბეგი, მოდი ახლა მოვიფიქროთ, ვინ არის ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი. ბაბუა შენი არ იქნება. არა, ბაბუა არა. ბაბუა არ იქნება, აჭარული ხაჭაპურიც არ იქნება. არა, არც ეგ. გემი დარჩა გემი. რა თქმა უნდა გემი. რა მაგარია. ბეკო, ახლა გემზე დამატებითი ინფორმაციის ცოდნა ნამდვილად არ მაწყენდა. ნამდვილად ბეგი, აი. აბა. გამოჩნდა. ნახე. რა ლამაზი გემია ნახე. ძალიან ლამაზი გემი და დაბლა წარწერაც არის, ნახე. ანუ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა გ. ასეა. ერთი წუთით მეგი მასწავლებელო, რაღაცნაირი, აი გუგუნა თანხმოვანია, გუგუნებს, რა სასაცილო ხარ ბეგო. მოდი ახლა მითხარით, რა იცით გემების შესახებ? ბეგი დაგასწარი მე ვიტყვი რა. თქვი, ისმენთ. მეგი მასწავლებელო, ესე იგი, გემების დახმარებით ადამიანებს წყალზე გადაადგილება შეუძლიათ. და წარმოიდგინეთ, ესე იგი, გემით შეიძლება ზღვის და უზარმაზარი ოკეანის გადაცვლაც კი. შვენიერია. მართალი ხარ. სხვათა შორის ბეკო, თანამედროვე გემები გრიგალსაც კი უძლებენ. გრიგალსაც? შესანიშნავია. ბეგი, გრიგალი რა არის შემახსენე თუ შეიძლება? გრიგალი არის
აი უცალიერესი ქარიშხალი, ძალიან ძლიერი. ვაიმე, გამახსენდა, მე გიმასებელო, აი ბეგიმ დამაბნია ახლა რა. გრიგალი კი არ უნდა გეკო, შენ თქვი ასე ნახე, გრიგალი კი არა, ეს ყოფილა გრიგალი. გავაგრძელებ, მეგიმასებელო, ესე იგი, გემებს აქვს სხვადასხვა დანიშნულება. არსებობს სამგზავრო, სატვირთო, სამხედრო და ისეთი გემებიც, რომლებიც აი თევზაობისთვის არიან გავკუთვნილები. კარგი. ხო, კიდე უნდა თავამატო მეგიმასწავლებელო, რომ აი გემზე ყველაზე მთავარი, აი ყველაზე აი მეთაური არის კაპიტანი. შვენიერი. ხო, მეც ვიცი რაღაცები. თქვა, ბეგო? აბა, თქვი. მაუნდა ბეგი, გისმენთ. მე კიდევ ვიცი რიგითი მეზღვაური და ბოცმანი. ბოცმანი, რომელიც თვალყურს ადევნებს, რომ გემმა სწორი მიმართულებით იმოძრაოს. ასევე ბოცმანმა დროულად უნდა შენიშნოს საფრთხე და ამის შესახებ გემის კაპიტანს აცნობოს. მე ახლა გამახსენდა ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანი გემზე. სიმართლე გითხრათ, ახლა ვფიქრობ, კაპიტანია უფრო მთავარი თუ ეს ადამიანი. ვინ? ეს არის გაგახსენდა. გემის მზარეული მეგიმასწავლებელო. აბა როგორ და რომელსაც სახელად, აი სახელად ქვია კოკი. კოკი შეძახია, ხო, კოკი და აი წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა, რომ აი კოკი როცა გააკეთებს საჭმელს, მეზღვაურებს და კაპიტანს და აი ბოცმანს, აი ყველას ეძახის აი ასე. ახლა ყველა მოდით, სადილს გაჭმევთ კოკი. ბეგო. და ბეგი, ეს რამდენი რამ გწოდნიათ გემების შესახებ. ნამდვილად არ ველოდი. დიდი მადლობა მეგიმასწავლებლო. მადლობა. მოდით, ახლა გემებზე კიდევ უფრო მეტი შევიტყოთ. კარგი. ადამიანები უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ წყალზე გადაადგილება ესწავლათ. და ამაში ყველაზე დიდი როლი ხემ ითამაშა. ხე? მეგიმასწავლებლო, როგორ და ადამიანებმა დაინახეს, რომ ხე და ხის ტოტები წყალში არ იძირებოდა. ამიტომ მათ მორები შეკრეს და მიიღეს ტივი. ესე იგი, მორები შეკრეს და მიიღეს ტივი. ხოლო ხის დამუშავებით დაამზადეს ნავი. ნავი. რომელიც ნიჩბების მოსმით წყალში გადაადგილდებოდა. ნიჩბები, ესე იგი, ასე ხო მეგიმასწავლებლო, 1, 2, 3. ზუსტად ასე ბეგო. მაგარია. მაგრამ ადამიანებმა შორმანძილზე გადაადგილება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც წყალზე გადასაადგილებელი უფრო რთული საშუალებები გამოიგონეს. უფრო რთული საშუალებები. ანუ რას გულისხმობთ, აი უფრო რთული საშუალებები. პირველ რიგში ქარის დახმარებით გადაადგილებას. რისთვისაც ადამიანებმა გემზე აფრები აღმართეს. რომელიც ქარის მოქმედებით გემს წყალში ამოძრავებდა. ესე იგი, ქარი უბერავდა ბეგი და აფრების დახმარებით გემები მოძრავდა. ძალიან საინტერესოა. დასია. ბავშვებო, თქვენ ახლა აფრებიან გემებს ეკრანზე ხედავთ. თქვენ კი ბეგო და ბეგი კარგად დააკვირდით პლანშეტს. უკვე ვაკვირდები, მე უკვე ვაკვირდები. აი მე ჩავხედე. რა მაგარია. და რა ლამაზი გემებია. ბეგო და ბეგი. მაინტერესებს თუ გახსოვთ, როდესაც ჩვენ მატარებელზე ვსაუბრობდით, ორთქზე მომუშავე ძრავი რომ ვახსენეთ. დიახ, როგორ არა. ძალიან საინტერესო გაკვეთილია მატარებელზე რა დამავიწყოთ რა. ძალიან კარგი. აი მსგავსი ძრავები ადამიანებმა გემებშიც გამოიყენეს, რაც გემების დამოუკიდებლად მოძრაობას უზრუნველყოფდა. რა მაგარია. ძალიან კარგია. ალბათ დროთა განმავლობაში ეს ძრავები უფრო დაიხვეწა, ხო მეგიმასწავლებლო? რა თქმა უნდა. დღეს ხომ თუნდაც მოტორიანი ნავით, აი ძალიან სწრაფად და ადვილად შეიძლება გადაადგილება უკვე. მართალია. ახლა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შორმანძილზე გადაადგილებაში გემებს კომპასიც ძალიან დაეხმარა. კომპასი რა არის? ვერ გავიგე. ხო, ვერცლე. კომპასი არა ბეგო. კომპასი. კომპასი. და რა არის ეგ? იცით რა ბეგო და ბეგი. აი ცოტა რომ წამოიზრდებით, კომპასის შესახებ დაწვრილებით მერე ვისაუბროთ. აჰა. ახლა გეტყვით რომ
კომპასი საათის მაგვარი მრგვალი მოწყობილობაა, რომლის დახმარებითაც მეზღვაურები განსაზღვრავდნენ, რა მიმართულებით უნდა ემოძრავა გემს. გასაგებია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გემს არჩეული გეზიდან გადაეხვია და იქ მყოფები წყლის და საკვების გარეშე გარკვეული დროის შემდეგ დაიღუპებოდნენ. მე გიმასწავლე ერთი რაღაც ვერ გავიგე რა. რა ბეკო? გემი დაცურავს წყალში. დიახ. როგორ შეიძლება რომ აი წყლის გარეშე იქ მყოფებს რომ რაღაცა საფრთხე შეექმნათ ვერ გავიგე რა. გადმოყო თავი და დალიონის წყალი რა პრობლემაა ვერ გავიგე რა. ბეკო. წყლის დალევა ადამიანისათვის როგორ შეიძლება? რატო მე გიმასწავლე? წყალი ხომ ძალიან მარილიანია, ბეკო და ბეკო. გასაგებია. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ახალი მიწების აღმოჩენაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა წყლის ტრანსპორტის განვითარებამ. გასაგებია. იმ დროს ახალ კუნძულამდე მისვლა გემის გარეშე წარმოუდგენელი იყო. კუნძული, რა არის მე გიმასწავლე მე კუნძული? კუნძული. ახლავე გეტყვით. კუნძული ეს გახლავთ ხმელეთის ნაწილი, რომელიც ოკეანეში ან ზღვაში მდებარეობს და მთლიანად წყლით არის შემოსაზღვრული. ანუ კუნძული და რომ გამოვიხედო ყველგან წყალია, ხო ირგვლივ იქაც, აქაც, მე ცოტა შემეშინდებოდა ბეგი, შენ? მეც ძალიან, შენ ცოტა და მე ძალიან. ვაიმე. ბეკო და ბეკი, ახლა ჩვენს გაკვეთილს ხომ არ დავუბრუნდეთ? მე გიმასწავლე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან და მე აუცილებლად დავუბრუნდეთ. აბა ის მიყურადებით ბეკო. რა იმ ფილმს მე რო ყველაზე მეტ აი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი რო არა, კარიბის ზღვის მეკობრე. ხო, აი მეკობრებზე მაინტერესებდა მე გიმასწავლე აი მუქი ძალიან ისეთი აი რაღაცა მუქი გემი რო ყავს შავი დროშით, ის რო არ თავის ქალა რო ახატია იმ დროშას და ხანჯლები რომ არის რაღაცა. ვაიმე რა საშიშები არიან. აი მეკობრები მართლა აი რა არის ერთი ამიხსენით ვინ არიან ეს მეკობრები რა? ახლავე გეტყვით ბეკო. მეკობრეები იგივე ზღვის ყაჩაღები არიან. ვაიმე, ზღვის ყაჩაღები, ვაიმე. რომლებიც ძველ დროში გემებს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიან. ვაიმე. არბევდნენ, ძარცვავდნენ და აყაჩაღებდნენ მას. რაც ცუდი ხალხი ყოფილან ეს მეკობრეები. და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მთელი საზღვაო ტრანსპორტიც კი ჩაეგდოთ ხელში. საზღვაო ტრანსპორტი. წარმოგიდგენია. მე შინია მე მაღლა. ბეგი, ნუ შეგეშინდება რაღაც მოვიფიქრე. მე გიმასწავლე მოусმინეთ. ისმენ ბეკო? თავუძახებ მეკობრებს. დავამარცხებთ მეკობრებს. ყოჩა ბეგო, აი ასე უნდა დავამარცხოთ მეკობრებს. მართლა ძალიან ყოჩაღი ხარ ბეგო. მე გიმასწავლებელო, აი დღეს კიდევ შემორჩნენ ეს მეკობრები. ნუ გეშინია ბეგი, თითქმის აღარ შემორჩენია. რა კარგია. მხოლოდ მსოფლიოს რამოდენიმე კუთხეში არიან თანამედროვე მეკობრეები დარჩენილნი. გასაგებია. გონი ახლა შეგვიძლია ჩვენს გაკვეთილს დაუბრუნდეთ. რა ბეგო? გვანახეთ ჩვენი გუ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 გуг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 у
ასე. აჰა. გასაგები. კიდევ ერთხელ ვნახოთ. აი. ასე. ბეგი. აი ასე. ხო. ძალიან მაინტერესებს რა ანიმაცია უნდა იყოს გემზე რა. მე ხომ ვიცი რაც მაინტერესებს. ვიცი. სიმღერა როგორი იქნება, ეგ მაინტერესებს. გელოდებით ბეგი მასწავლებელო. ნახოთ, ძია. გააჭირეთ ღილაკს თითი. აი, ვაჭერ. აბა ჩავხედეთ. წყალში დაცურავს თევზი არ არის იქ კაპიტანი არის მთავარი რომ გამოიცნოთ არ არის ძნელი დიახ სწორია ეს არის გემი
რა მაგარი ანიმაცია იყო, ბეგი, გემი როგორ დაცურავდა. და სიმღერა როგორი იყო, სიმღერა? როგორ არის? წყალში დაცურავს, თევზი არ არის. იქ კაპიტანი არის მთავარი. რომ გამოიცნობდა არ არის ძნელი. დიახსორია, ეს არის გემი. მეგი მასწავლებელო, ვიცი, რაღაცას დავამატებ რა. სიმღერაში კი არის რომ კაპიტანი არის მთავარიო, მაგრამ კოკის გარეშე რა სიზამს ეს კაპიტანი მაინტერესებს რამდენიმე დღეში შიმშილით რა დაიმართება ერთი საინტერესო. მაინც საჭმელზე ფიქრობ, აი მაინც საჭმელზე. ბეგო და ბეგი, ახლა მგონი დროა მოვიფიქროთ სიტყვები, რომლებიც იწყება ასობგერა გ-ზე. მე დაგასწარი ბეგი, მე დაგასწარი, შენი ჯერია. ჯერია მე დავიწყებ. აბა გისმენთ. მე მოვიფიქრე სიტყვები გარგარი, დიახ, გოგრა, ოჩა და გვირილა. შვენიერია. ახლა ჩემი ჯერია. მე მოვიფიქრე სიტყვები გუბე, აი როგორ მიყვარს რომ თავტყლაშურებ ხოლმე გუბეში, მაგრამ მე აი ფოტოსები მაქვს ხოლმე გასაშურველი. შემდეგი მოვიფიქრე, ვაიმე, უსაყვარლესი, უმშვენიერესი არსება. რომელი ბეგო? გომბეშო. გომბეშო. აი ასეთი ხმა აქვს, ასეთი ხმა მხოლოდ როცა ის არის შვიდი არის. თუ გაბრაზებულია. ასეთი ხმა. რა კარგად გამოგდის. ბოლო სიტყვა დამჭა მეგი მასევე ბოლო სიტყვა. გისმენთ. რა გინდა? აუ, მგონი რაღაც ისე ტკბილი ღრუბლები ესტუმრნენ. რა გინდა რა სიტყვა რა? დროზე მითხარი კაცო. რაო. ქართულია? რას გეუბნებიან ბეგო? ერთი წუთი, წადი ხა წამთამანებ თავი ხო? მეგი მასწავლებელო, არ გაუბრაზდეთ ღრუბელს და არც მე არ გამიბრაზდეთ, იმიტომ რომ ნამდვილი ქართული ტკბილეულია. გოზინაპი. გოზინაპი. მართლა შვენიერი სიტყვა გიკარნახეს ბეგო. მადლობა ღრუბელო. ძალიან კარგი. აუ, მეგი მასწავლებელო, მე მგონი ერთ-ერთი, ვაი, საუკეთესო გადაცემა გამოგვივიდა რა. ნამდვილად და აუ პაპუს როგორ გავაკვირვებ გემზე ამდენი რაღაც რომ მეცოდინება რა. პაპუს თვალები წარმომიდგენია ვაიმე. გადაირე. ამ ხელა თვალები ექნება რომ გაიგებს რომ მისმა შვილიშვილმა ამდენი რაღაცა იცის გემზე. ძალიან კარგი. ახლა კი დამშვიდობების დრო დადგა. ბავშვებო, არ მოიწყინოთ ჩემო ძვირფასებო, ძალიან მალე ახალი გადაცემით დაგიბრუნდებით. და თქვენ არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი ახალი ონლაინ თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის მხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აგვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი. ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს
ღილაკს და აჭერს ანიმაციებიც გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო